ევროპელი მაღალჩინოსნების ერთობლივი განცხადება. რა სითხოვენ კაია კალასი და მარტა კოსი საქართველოს ხელისუფლებისგან. მოვუწოდებთ ხელისუფლებას უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. მე ყოველას მოვუწოდებ, რომ იყვნენ სამართლიანები ჩვენი ქვეყნის მიმართ, საქართველოს მიმართ, ქართული ხალხის მიმართ, შესაბამისად საქართველოს ხელისუფლების მიმართ და უფრო მეტად იზრუნონ ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაზე. 12 მანდატის ბედი. ჩვენი ტაქტიკა გვაქვს და ჩვენი გადაწყვეტილება ოპოზიციაში დაპირისპირება მწვავდება. რა თქმა უნდა ქართული ოცნების წისქვილზე ასხავს წყალს. რატომ არ ამბობს გახარიას გუნდი უარს მანდატებზე? როგორ ტაქტიკურ რისულა აქვთ მათ გარე უფროსებს ჩაფიქრებული, ჩვენ არ ვიცით, ხო? ნუ დაახლოებით ეხლა ვარაუდობთ, რომ ნუ გახარიას პარტია შემოინახეს. არ მინდოდა გაშვილება, მაგრამ თვითონ მოაგვარეს, რომ ბავშვი ჩემგან წაეყვანათ. სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი ქალის უმძიმესი ჩვენება, კურიერის ექსკლუზივი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დაკითხვის ოქმი. ამიყვანა სასაფლაოზე და მითხრა, თავად ამერჩია, რომელ საფლავში ჩავწებოდით. ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულია ცოლი და ქმარი. რამდენიმე საათი ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნამდე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს საშუალება მივიღო მონაწილეობა. როგორ მიმდინარეობს ბოლო სამზადისი? კურიერი ბაკურიანიდან. სურპრიზები იქნება მთელი მსოფლიო შემოვა ხორუმზე. საღამო მშვიდობისა, ეს კურიერია 9 საათზე, მე იზი ბურნაძე ვარ, ვაჯამებ დღისა და კვირის მნიშვნელოვან სიახლეებს. მორიგი მოთხოვნა ევროპიდან და საქართველოს ხელისუფლების პასუხი უცხოელ მაღალჩინოსნებს კაია კალასი და მარტა კოსი დაკავებულების გათავისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალასთან დიალოგის დაწყებას განცხადებით ითხოვენ. მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. ქართულ ოცნებას ამის თქმის საფუძველს ის არგუმენტი აძლევს, romლის მიხედვითაც ევროპელი ლიდერები საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არალეგიტიმურად აცხადებენ, შემდეგ კი განცხადებაში ადრესატად საქართველოს ხელისუფლებასვე წერენ. გაუგებარია საკითხი დიალოგის მოთხოვნაზეც. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მაშინ როცა ბარიერ გადალახულმა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ მანდატები სწორედ მათივე კარნახით დატოვა, ახლა დიალოგზე საუბარი ევროპელი ლიდერების მხრიდან გაუგებარია. მმართველი გუნდი ევროპისგან სამართლიან მიდგომას ითხოვს. ქეთი ზანთარაია გაეცნო განცხადების შინაარსს, ის უერთდება კურიერის ეთერს. ქეთი, კიდევ რა მოთხოვნაზეა საუბარი? ძირითადად ამ განცხადებაში საუბარი არის იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელზეც თქვენ უკვე ისაუბრეთ და ყურადღება არის გამახვილებული სწორედ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენას ახდენს ის ცვლილებები, რომელიც რამდენიმე კანონში განხორციელდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ასევე განსაკუთრებული აქცენტი არის გაკეთებული აქციებზე დაკავებულებთან და მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ევროპელი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი ხელისუფლებას აქვს გადასადგმელი და ასევე ამბობენ, რომ ის ცვლილებები, რომელიც საკანონმდებლო დონეზე განხორციელდა, ზეგავლენის მომხდენი არის და შემაფერხებელი არის საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის. ამ განცხადებას და ამ პოზიციას მოკავშირეები დღეს მხოლოდ ოპოზიციაში გამოუჩნდნენ. სახელისუფლებო გუნდს კონკრეტულ პუნქტებთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხები აქვს. ქართული ოცნება და მისი ლიდერები ამბობენ, რომ ევროპელმა ბიუროკრატებმა უნდა შეცვალონ პოზიცია, უნდა იყვნენ სამართლიანები, ობიექტურები და უარი უნდა თქვან ორმაგ სტანდარტზე. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრისთვის პრობლემურია ყველა ის ცვლილება, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისხლის სამართლის კოდექსსა და შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში შევიდა. კაია კალასმა და მარტა კოსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ევროპელ მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს დემოკრატიულ სტანდარტს შორდება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული. მოვუწოდებთ ხელისუფლებას უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ნდობისა და დიალოგის აღსადგენად არც ერთი ვარიანტი არ უნდა გამოირიცხოს. მე ყოველას მოვუწოდებ, რომ იყვნენ სამართლიანები ჩვენი ქვეყნის მიმართ, საქართველოს მიმართ, ქართული ხალხის მიმართ, შესაბამისად საქართველოს ხელისუფლების მიმართ. სამართლიანობას და ობიექტურობას მოითხოვს საქართველოს ხელისუფლება დასავლელი მაღალჩინოსნებისგან პრემიერ-მინისტრის განცხადებით. მაშინ, როდესაც სამი ბარიერ გადალახული ოპოზიციური გაერთიანება საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზეც კი უარს ამბობს, მოწოდება დიალოგისკენ გაუგებარია. ირაკლი კობახიძე მესამე სექტორზეც მიუთითებს და მათ ქვეყანაში არეულობის მოწყობის
მცდელობაში ადანაშაულებს. პრემიერი ამბობს იმასაც, რომ დაკავებულების გათავისუფლებაზე საუბრის დროს ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს რეაგირება ექნება. საუბარია იმაზე, რომ თითქოს თავისუფალი სიტყვის გამოხატვის გამო ზის კონკრეტული ადამიანი ციხეში. ხო ხედავთ, რამდენად სამარცხვინო ტყუილებს კადრულობენ და ეს ტყუილი იკადრეს უმაღლეს დონეზე ევროკავშირში კოლექტიურ ნაცმოძრაობას. არ მისცემ ჩვენ იმის საშუალებას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს, მოსამართლეებს, ყველა ასეთი სამართალდარღვევა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სამართალდარღვევა იქნება უმკაცრესად დასჯელი. რა დიალოგზეა საუბარი, როდესაც თვითონ დააწერინეს პარლამენტიდან გასulis განცხადებები, გულისხმობ deep state-ს, რა თქმა უნდა, ამ ოპოზიციურ პარტიებს გაიყვანეს პარლამენტიდან, ხო? რა დიალოგზეა ხა ამის შემდეგ საუბარი. რაც შეეხება NGO-ებს, ამ NGO-ებს კონკრეტული ძალები, deep state-ი, ეს ძალები იყენებენ იმისათვის, რომ საქართველოში სადავო ვითარების არევა. კაია კალასისა და მარტაკოსის პოზიციას ხელისუფლების ოპონენტები იზიარებენ, ამბობენ, რომ მათი მოწოდებების უგულებელყოფა ქვეყნის იზოლაციას გამოიწვევს. ბოლო ცვლილებები არალეგიტიმურ პარლამენტში დაჩქარებული წესით, მით უფრო მაშინ, როდესაც მოწოდება იყო, რომ ეს ესე არ მომხდარიყო, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სრული იზოლაცია არის გეგმაში ქვეყნის დასავლეთისგან. მე ველოდები, რომ ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება დასავლეთისგან და მათ შორის ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტი და საქართველოს მსჯელობა იქნება უკვე თარგმნილი როგორც ინდივიდუალურ, ასევე სხვა ფორმებში. დასავლეთის ქვეყნები არიან ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, ცხადია ისინი მხარში უდგანან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ქართულ ხალხს, ამიტომაც მათი ყოველი განცხადება, რომელიც არის მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ინტერესის და ხალხის გამოხატული პროტესტის, რაც არის მართლზომიერი და კონსტიტუციის ფარგლებში, არის ძალიან მნიშვნელოვანი და მხარდამჭერი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და გაფართოების საკითხებში კომისრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადების შინაარსს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოოგნებელი უწოდა. შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ შეცდომის აღიარებისა და ევროპის დემოკრატიის ფონდის ფინანსების გასაჯაროვების ნაცვლად ევროკავშირის მაღალჩინოსნების მხრიდან არაინფორმირებული და დაუსაბუთებელი ბრალდებები ისმის. ქვეყნის პირველი კანონმდებლისთვის ფარისევლობაა ისიც, რომ ერთის მხრივ ხელისუფლებას ახალი ცვლილებების ამოქმედებისგან თავის შეკავებას ეუთო ოდირის დასკვნის მომზადებამდე მოუწოდებენ. მეორე მხრივ კი თავადეს ინსტიტუციები არ აღიარებენ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს ანგარიშს. როდესაც ჩვენ არჩევნები ჩავატარეთ ქვეყანაში და ეუთო ოდირმა ძირითად ნაწილში დადო დასკვნა, რომ საქართველოში იყო თანაბარ კონკურენტუნარიანი არჩევნები და შესაბამისად ის დარღვევები არ აისახებოდა და გავლენას არ ახდენდა საერთოდ საარჩევნო პროცესზე და შედეგზე, მაშინ რატომღაც ეუთოოდის უწოდეს ურეიტინგო ორგანიზაცია, დღეს გთხოვენ ეუთოოდის რეკომენდაციებს დაველოთ და იმის შემდეგ მივიღოთ კონკრეტული სამართლებრივი გადაწყვეტილები ამა თუ იმ კანონთან დაკავშირებით და ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი. ახლა როდესაც ესეთ განცხადებებს აკეთებენ და როდესაც აწყობთ, მაშინ ამბობენ, რომ არალეგიტიმურია ხელისუფლება, როდესაც რაღაცა უნდა თხოვონ ქართულ ოცნებას, მაშინ ამბობენ, რომ ხელისუფლება მესნაბიჯი უნდა გადადგასო. ჩამოყალიბდნენ საბოლოო ჯამში, უკვე უახლოვდებიან იმას, რომ საბოლოოდ აღიარონ, ასე ვთქვათ, არჩევნების შედეგები. ხა ჩვენ მათი, ასე ვთქვათ, აღიარება დიდად არ ვჭირდებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი აძლევს. ჩამოყალიბდნენ და ერთიანი სტანდარტით იმოქმედონ, ეს იქნებოდა მათთვის ძალიან სასარგებლო, რომ თავიანთივე რეპუტაცია არ დაიზიანონ ჩვენი მოქალაქეების თვალში. ობიექტურობა ეს ის მთავარი მოთხოვნა, რომლის დაცვასაც საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებისგან და დასავლელი პოლიტიკოსებისგან მოითხოვს. საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება, ევროინტეგრაცია და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს ის მთავარი საკითხებია, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევრონიუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ევროპულ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში 2030 წლისთვის შესრულებადი ამოცანა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ევროკავშირთან ჯანსაღი ურთიერთობით, თუ ევროპული ბიუროკრატიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ შეიცვლება, ყველაფერი გამოსწორდება.
ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა. დღეს ვდგავართ ევროპულ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. და მაინც ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში 2030 წლისთვის შესრულებადი ამოცანაა. ეს არის ჩვენი შუალედური მიზანი და ამ მიზნისკენ მიმავალ გზას თანმიმდევრულად მივყვებით. გამოვთქვავ იმედს, რომ მომდევნო წლებში მიდგომა საქართველოს მიმართ იქნება უფრო სამართლიანი. ჩვენ კი ძალღონეს არ დავიშურებთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე წინსვლისათვის. დაინტერესებულნი ვართ ევროკავშირთან ჯანსაღი ურთიერთობით, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამის მიზეზია არა საქართველოს პოლიტიკა, არამედ ევროპული ბიუროკრატიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ასე რომ თუ კი ეს პოლიტიკა შეიცვლება, ყველაფერი გამოსწორდება. მტკიცედ ვდგავართ ევროინტეგრაციის გზაზე, მზად ვართ თანმიმდევრულად შევასრულოთ ყველა ვალდებულება ასოცირების დღის წესრიგის DCFTA-ის ფარგლებში. აქ საუბარია ძალიან მკაფიო დღის წესრიგზე. ჩვენ გამოვიჩენთ მოთმინებას და ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დააკავშირებით. ასე რომ უნდა ვიქონიოთ მოთმინება. ამავე დროს თანმიმდევრულად შევასრულებთ ყველა ვალდებულებას, რომელიც ეხება ჩვენი ევროინტეგრაციის დაჩქარებას. საქართველომ წლების განმავლობაში 14,000-ზე მეტი ადამიანი დაკარგა რუსეთის აგრესიის გამო. ქართველებს ყველაზე კარგად ესმით ომის შედეგად რა მსხვერპლის გაღება ხდება. რუსეთი და უკრაინა თუ დადებენ სამშვიდობო შეთანხმებას, თქვენ ვის დაუჭერთ მხარს? So we suffered a lot sincerely. 90-იანი წლების დასაწყისიდან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ. სწორედ ეს იყო იმის მთავარი მიზეზი, რის გამოც ამდენს ვიბრძოდით, რომ თავიდან აგვეცილებინა კიდევ ერთი ომი საქართველოში. ჩვენთვის არ იყო მარტივი, რომ არ გადავქცეულიყავით მეორე ფრონტის ხაზად, რადგან დიდი ინტერესი და მოთხოვნა არსებობდა ამ მიმართულებით. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ თავიდან აგვეცილებინა ომი საქართველოში. რაც შეეხება სამშვიდობო შეთანხმებას, ვფიქრობ, მას ალტერნატივა არ გააჩნია. თავიდანვე 2022 წლის თებერვლიდან ვამბობ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია, რომ ხალხი იხოცება და რა თქმა უნდა საერთაშორისო თანამეგობრობა სრულად უნდა იყოს კონცენტრირებული იმაზე, რომ სამშვიდობო შეთანხმება შედგეს. ეს აუცილებელია რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ჩვენი საგარეო პოლიტიკის ორიენტირები აბსოლუტურად ნათელია, რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციას. ამ ეტაპზე ეს საკითხი არ არის დღის წესრიგში დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილებების, მიდგომების და ჩვენს ირგვლივ შექმნილი საერთო კონტექსტის გამო. თუმცა ევროპული ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმაზე მისი ყველა გვერდითი ეფექტი უნდა იყოს გათვალისწინებული. მაგალითად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების არ მიერთების გადაწყვეტილება მივიღეთ. თუმცა დახურულ კარს მიღმა და ხანდახან საჯაროდაც გთხოვდნენ ამას დასავლეთიდან. ჩვენი გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას ეფუძნებოდა. რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემოღება საქართველოს ეკონომიკას ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნიდა. პირველივე წელს 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, ხოლო პესიმისტური სცენარით რეცესია მინიმუმ 18%-ით შეიძლება ყოფილიყო. ამიტომ გადაწყვეტილებები ყოველთვის დაბალანსებული უნდა იყოს. საბოლოო ჯამში ჩვენ მაინც შეგვიძლია გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ჩვენი მთავარი ეროვნული ინტერესების მსხვერპლად გაღების გარეშე. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ქართველი ხალხი ოპტიმისტურად აღიქვამს მოვლენებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბოლოდროინდელი განცხადებები გვესმის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შესახებ. ამ პრობლემებზე 2021 წლიდან ვსაუბრობთ. საკანონმდებლო ინიციატივას გვქონდა გამჭვირვალობის შესახებ, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მწარე და აკრიტიკებდა წინა ადმინისტრაციის დროს. კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვდა. არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი წლიური ფინანსური ანგარიშების წარდგენას. აი ამაზე განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ წინა ადმინისტრაციის დროს, რომ საქართველოს შავი დღე გაუთენდა ამ კანონის დამტკიცებით. ჩვენ ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი გზავნილები ახალი ადმინისტრაციისას ემთხვევა და იდენტურია. რა თქმა უნდა, ეს ამბები ძალიან ოპტიმისტურად განგვაწყობს შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის აღდგენის მიმართ. გეცოდინებათ, რომ წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო მზადაა აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
2012 სკამის სატირა 21 საუკუნეში გახარიას პარტია მანდატებს ართმობს ოპოზიციურ ველზე კი დაპირისპირება გრძელდება. პარტია საქართველოსთვის საკუთარ ტაქტიკას თავისებურად ხსნის, პარლამენტის სხდომებს აცდენენ, ხელისუფლებას არალეგიტიმურად აცხადებენ, თუმცა მანდატებზე უარს მაინც არ ამბობენ. ბარიერ გადალახული სამი ოპოზიციური პარტია გახარიას გუნდს მწვავედ აკრიტიკებს და ერთობის დაზიანებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის მორიგი დაპირისპირება კი არ უკვირს მართლ გუნდს. ქართულ ოცნებაში პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღების იმედს გამოთქვამენ. გახარიას პარტიაზე კი ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური ძალა ვერც სკამებს და ვერც დაფინანსებას ელევა. ეს რა თქმა უნდა ქართული ოცნების წისქვილზე ასხავს წყალს. ასე ლელოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გახარიას გუნდის გადაწყვეტილებას აფასებს. ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების მიზეზი ამჯერად პარტია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატები გახდა. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ გახარიას გუნდმა უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით პარლამენტს რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოს. ამბობენ იმასაც, რომ ამ პარტიის პოზიცია ოპოზიციაში ერთობას ხელს უშლის. უნდა მიხვდეს გახარიას პარტია, რომ დღეს პარლამენტი არის ქმედუნარო. უნდა შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი, საპარლამენტო კრიზისი და ამის განმუხტვის ერთადერთი საშუალება არის ახალი არჩევნების ჩატარება. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უწყობს ირიბად მაინც ქართული ოცნების ლეგიტიმაციის აღიარებას და აზიანებს ერთობას. კარგად არ გამოიყურება, როცა ამბობ პარლამენტი არის არალეგიტიმური, როცა ამბობ, რომ არ უნდა ვითანამშრომლოთ რეჟიმთან, იქ რომ პარლამენტში ხარ და ვიცი, რომ შესვლას არ აპირებ და მაინც 6 თვეში შეგიწყვეტენ, უბრალოდ დროის გაწელვას არ ვიცი რა აზრი აქვს. ბრალდებების საპასუხოდ გახარიას გუნდში განმარტავენ, რომ ისინი საკუთარი სტრატეგიის მიხედვით მოქმედებენ და მათი პარტიის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერც ერთი მხარე მოახდენს. ლეგიტიმაციის საკითხი დახურულია, იმიტომ რომ არალეგიტიმურია ეს პარლამენტის სახლშიც და გარეთაც. ის რომ ჩვენი ტაქტიკა გვაქვს და ჩვენი გადაწყვეტილება არის ჩვენი და მასზე რეაგირებას ვერც ქართული ოცნება და ვერც ნაციონალური მოძრაობა ვერ მოახდენს, ეს არის ის სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ. ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება მმართველი გუნდისთვის ახალი არ არის. უმრავლესობაში დარწმუნებულები არიან, რომ მათი ოპონენტები გარე ძალების დავალებებით მოქმედებენ. გახარიას გუნდს კი საკანონმდებლო ორგანოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადებით მიმართვის შემთხვევაში მოთხოვნის მყისიერად დაკმაყოფილებას პირდებიან. როგორ ტაქტიკურ რისულა აქვთ მათ გარე უფროსებს ჩაფიქრებული, ეს ჩვენ არ ვიცით, ხო? დაახლოებით ეხლა ვარაუდობთ, რომ გახარიას პარტია შემოინახეს, ესე ვთქვათ და მაგიტომ იმ დანარჩენ სამ რადიკალურ პარტიასთან ერთად არ შეატანინეს თავიდან ის განცხადებები. ეხლა ეს მათი შიდა ტაქტიკური სულები და თამაშები რითი დასრულდება, არ ვიცით. თუმცა ეხლა თუ გახარიას პარტიას გადაწყვიტავს, რომ შემოიტანოს უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადებები, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მყისიერად დაუკმაყოფილებთ. თუ კი გაჩნდება შესაბამისი საფუძვლები, რა თქმა უნდა, ისევე როგორც დანარჩენი კოლექტიური ნაცმოძრაობის შემადგენელი სამი პარტიის წარმომადგენლებთან მიმართებით მოხდა მათი გაძევება, ანალოგიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თუ კი საერთო ჯამში პარლამენტში კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის არც ერთი ფლანგი და არც ერთი მათი ანასხლეტი არ იქნება წარმოდგენილი, ეს კიდევ უფრო უკეთეს სიტუაციას შექმნის. ბარიერ გადალახულ ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას დღეს პრემიერ-მინისტრმა უპასუხა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გახარიას პარლამენტში შესვლა არ შესვლით. ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება. პრემიერის განცხადებით პარტია საქართველოსთვის დაფინანსებას და საპარლამენტო თანამდებობას ვერ ელევა. ესეთი პატარა თამაშები ახასიათებთ ოპოზიციურ პარტიებს, ერთმანეთში კინკლაობაც ახასიათებთ ოპოზიციურ პარტიებს. ეს ჩვენთვის ნაკლებად არის საინტერესო. საბოლოო ჯამში ეს 4 პოლიტიკური პარტია არის ერთი პოლიტიკური ძალა, დანარჩენი არის რაღაცა მარტივი ტაქტიკური თამაშები. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ნაცმოძრაობის კოლექტიური ნაცმოძრაობის მეოთხე პარტია მას ატოვოს საქართველოს პარლამენტი. ისინი ვერ ელევიან რეალურად პირველი ფულს, პარტიული დაფინანსება, დეპუტატების დაფინანსება, სკამები პარლამენტში. რა თქმა უნდა, ისინი ამ ყველაფერს ვერ ელევიან, თუმცა მე მაინც მინდა იმედი დავიტოვო, რომ საქართველოს პარლამენტში ეს 12 ნაციონალიც არ დარჩება. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემა საბოლოოდ გაჯანსაღდეს 2028 წლისთვის. სრულიად სხვა მოცემულობით უნდა შეხვდეს ჩვენი ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებს. ნაციონალები აღარ უნდა იყვნენ აქტუალური 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მათ შორის ეს ეხება რა თქმა უნდა სააკაშვილის პარტიას, გვარამიას პარტიას, ხაზარაძის პარტიას, გახარიას პარტიას, უკლებლივ 4-ვე ნაციონალურ პოლიტიკურ პარტიას.
მე-11 მოწვევის პარლამენტი ახლა ოფიციალურად 101 წევრისგან შედგება. შეიცვლება თუ არა ეს მოცემულობა, ეს გახარიას გუნდის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ის რასაც მსოფლიო 3 წელი ელოდა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების კონტურები იკვეთება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინელ და რუს კოლეგასთან შეხვედრებს აანონსებს. დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მომავალ კვირაში შეხვდეს. ამბობს იმასაც, რომ ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკება, თუმცა რა ფორმით შედგება კომუნიკაცია ჯერ უცნობია. სამშვიდობო პოლიტიკა ერთადერთი საკითხი არ არის. ამერიკის 47 პრეზიდენტი აქცენტს USAID-ში მიმდინარე კორუფციაზეც აკეთებს. ოვალურ კაბინეტში მერიასთან გამართულ კიდევ ერთ შეხვედრაზე ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება. დონალდ ტრამპი ამ მიზნისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მომდევნო კვირიდან აანონსებს. შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრებს უკვე გეგმავს. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს დიდი ალბათობით მომდევნო კვირა შეხვდება. ზელენსკი პარტნიორი ქვეყნის ახალ მმართველთან დიალოგისთვის უკვე მზად არის. რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, უცნობია რა ფორმატში შედგება კომუნიკაცია ლიდერებს შორის. სავარაუდოდ მომდევნო კვირას შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის და დიდი ალბათობით დაველაპარაკები ვლადიმერ პუტინსაც. მინდა რომ ეს ომი დასრულდეს. დაღუპული და მძიმედ დაჭრილი რუსი სამხედროების საერთო ჯამი 900,000 აღწევს. იგივეა უკრაინაშიც. მაჩვენებელი დაახლოებით 700,000 აღწევს. ერთ-ერთი საკითხი, რასაც ჩვენ განვიხილავთ პრეზიდენტ ზელენსკისთან, არის მათი აქტივების უსაფრთხოება. ჩვენ ასევე ვითხოვთ პრეზიდენტ ზელენსკისგან უზრუნველყოს ამ ფულის სათანადოდ მოხმარება. ტრამპის ეფექტი უკვე აისახა საგარეო პოლიტიკაზეც. ამერიკული დაფინანსების 90 დღით შეჩერების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გრანტების გარეშე დარჩნენ. ქართული ორგანიზაციებისთვის კარგად ნაცნობი USAID-ის ოფისი ვაშინგტონში დაკეტილია. საგარეო დაფინანსების საკითხში კორუფციული საქმიანობის აღმოფხრის გამო დონალდ ტრამპი აქებს ილონ მასკს. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, SpaceX-ის დამფუძნებელმა ზუსტად გამოავლინა თაღლითობის ფაქტები USAID-ის შემთხვევაში და მომავალში თავის გუნდთან ერთად მსგავს შემთხვევებს ხელისუფლების სხვა შტოებშიც ამხელს. ილონი შესანიშნავ საქმეს აკეთებს. მასკი თაღლითობის, კორუფციისა და რესურსების ფლანგვის მრავალ შემთხვევას პოულობს. თქვენ ამას ხედავთ USAID-ის შემთხვევაში, მაგრამ კიდევ უფრო მეც ნახავთ სხვა სააგენტოებსა და მთავრობის სხვა სფეროებში. მას ყავს ფანტასტიკური გუნდი. ახალი ადმინისტრაციისთვის აქტუალური რჩება პარტნიორი ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესების პოლიტიკა. საერთაშორისო გამოცემა როიტერის თანახმად დონალდ ტრამპი ორმხრივი გადასახადის დაწესებას კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს მიმართ გეგმავს, თუმცა ქვეყნების სია ჯერჯერობით უცნობია. შეერთებული შტატები კიდევ ერთ მიზანზე საუბრობს. ამერიკა უნდა გახდეს ინვესტიციების ქვეყანა, ამბობს დონალდ ტრამპი. მხოლოდ აქტივების გაყიდვა პრეზიდენტის ხედვით ქვეყნისთვის სასარგებლო არ არის. ეს საკითხი შტატების 47 პრეზიდენტმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთანაც განიხილა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ იაპონია ამერიკაში ინვესტიციებს განახორციელებს. ამერიკა მიესალმება ახალ უცხოურ ინვესტიციებს. ჩვენ ასევე გვსურს უზრუნველყოთ, რომ კომპანიებმა თავიანთი პროდუქტები და ქარხნები ააშენონ აქ, ამერიკაში. ჩვენ არ გვსურს მხოლოდ ჩვენი აქტივების გაყიდვა. იაპონია აპირებს ავტომობილების ქარხნების გახსნას. ახალი ავტომობილების ქარხნები შენდება ახლა, როცა ჩვენ აქ ვსაუბრობთ. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მეორედ შევიდა, ამერიკის პოლიტიკური მმართველობის სტილი რადიკალურად იცვლება. სოფლიო ტრამპის ახალი პოლიტიკის შედეგის მოლოდინშია. ამერიკის შეერთებული შტატების საკუთარი ფინანსების მიზნებს ადგენს, საქართველოში კი ამერიკული ფარას ზუსტი ანალოგის გადმოტანის საკითხი აქტიურდება. საკითხზე დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რევოლუციების მოწყობის მცდელობა სახელმწიფო არ დაუშვებს, ამისთვის კი შესაბამისი კანონმდებლობა აუცილებელია. ირაკლი კობახიძემ აქცენტი გააკეთა მედიის კანონზეც, რომელიც ბრიტანული კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მომზადდეს. ჩვენ შარშან მივიღეთ ამერიკული ფარას რბილი ვერსია. ამ კანონსაც პატივს არსებენ კონკრეტული ორგანიზაციები. ყველაფრის გათვალისწინებით, ყველაფრის ფონზე, მათ შორის იმოვნების ფონზე, რაც განვითარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენ მივიღეთ ამერიკული ფარას კოპირების გადაწყვეტილება. ერთ საინტერესო დეტალი დაერთვა ამ ყველაფერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთდა განცხადებები
ფარას შერბილების თაობაზე. აქ მეორე რაც ემატება ამ ყველაფერს, ევროკავშირს უნდოდა მსგავსი კანონის მიღება და მათ პირდაპირ განაცხადეს ოფიციალურად, რომ საქართველოში ანალოგიური კანონის მიღების გამო ვეღარ იღებენ ევროკავშირში ამ კანონს, იმიტომ რომ მაშინ მორალური უფლება აღარ ექნებოდათ, რომ საქართველო გაეკრიტიკებინათ იგივე კანონის მიღებისთვის. ახლა უცნაურად დაემთხვა ჩვენი განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებში ფარას კანონის შერბილებას. აქ შეიძლებაერიოს deep state-ის ხელი ამას მომავალი გვიჩვენებს. თუმცა რაც შეეხება ჩვენს რეალობას, თქვენ ხედავთ, რომ გასული 4 წლის განმავლობაში იყო საქართველოში რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა. ამ 4 მცდელობაში იყვნენ ჩართული უცხოელი აგენტები, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სათანადო ყურადღება. არათუ საჭირო აუცილებელია შევიდეს ცვლილებები მედიის შესახებ კანონმდებლობაში. რაც შეეხება შეზღუდვებს, ნახეთ რა არის აქაც სასაცილო. ჩვენ ვთქვით, რომ დავაკოპირებთ ბრიტანულ მოდელს. ისე რომ საერთოდ კანონპროექტიც არ არის ინიცირებული, ვიღაცები ლაპარაკობენ მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე. მაშინ გამოდის, რომ დიდ ბრიტანეთში ყოფილა შელახული მედიის თავისუფლება. რაც შეეხება ზოგადად პრობლემას, პირველ რიგში პრობლემას ყველა აღიარებს. ეს პრობლემა მათ შორის სხვათა შორის ეუთოოდირის დასკვნებშიც არის აღიარებული წლების მანძილზე. პრობლემა არის ის, რომ მედია არის ჩამოყალიბებული საქართველოში როგორც პოლარიზაციის, სიძულვილის გაღვივების, სიცრუის ტირაჟერების მთავარი წყარო. თუ ვიცით, რომ არის კონკრეტული სცენი, რაც ჭირს ქვეყანას, რატომ არ უნდა განიკურნოს ქვეყანა ამ სცენისგან? თუ ვინმე ამას უპირისპირდება, გამოდის, რომ მას პირიქით აქვს კონკრეტული ინტერესი, რომ ქვეყანა არ დაისვენოს. ათასობით ოჯახის ახდენილი ოცნება სიმბოლური კაფსულა ჩაგდებულია ბათუმში ოცნების ქალაქის მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება. მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, სკოლა, საბავშვო ბაღი, რეკრეაციული ზონები და კიდევ 1077 ოჯახი ახალი საცხოვრებლით. მშენებლობა 26 თვეში დასრულდება. დაწყებული გრძელდება კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მიიღო. ასევე დღეს ირაკლი კობახიძემ და თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში 1500 მაყურებელზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენა გახსნეს. სიმბოლური კაფსულა ჩაგდებულია. ბათუმში ოცნების ქალაქის მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება. საცხოვრებელი კორპუსები დაახლოებით 20,000 კვადრატულ მეტრზე აშენდება და 1077 ოჯახს გადაეცემა. პროექტის ფარგლებში იგეგმება სკოლის, საბავშვო ბაღის და რეკრეაციული ზონის მშენებლობა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ოცნების ქალაქი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში, ასევე ბათუმის განვითარებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში. პროექტი ირაკლი კობახიძესთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ წარადგინა. ოცნების ქალაქი არის უპრეცედენტო სოციალური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სათანადო ცხოვრების პირობების შექმნას ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც წლების განმავლობაში მძიმე პირობებში უწევდათ და სამცხოვრებლად დღემდე უწევთ ცხოვრება. ახალი ბინები იქნება სრულად აღჭურვილი, გასმომარაგება, წყალმომარაგება, წყალარინება, ყველა საჭირო მომსახურება იქნება უზრუნველყოფილი და ეს არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსები, როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენს თანამოქალაქეებს სჭირდებათ სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემო. ზოგადად, რა თქმა უნდა, ეს პროექტი ასევე ბათუმის განვითარებაში შეიტანს ძალიან მნიშვნელოვან წვლილს, გაჩნდება ახალი საცხოვრებელი ფართები, სკოლა, ბაღი, სხვა ობიექტები, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ოცნების ქალაქის მშენებლობის მეორე ეტაპის ბიუჯეტი თითქმის 130 მილიონ ლარს შეადგენს. პირველი ეტაპის წარმატების დასრულების შემდეგ 582 ოჯახს უკვე გადაეცა საცხოვრებელი ბინა. ხელისუფლების წარმომადგენლები პროექტის მასშტაბსა და მნიშვნელობაზე საუბრობენ. მათი თქმით, სოციალური პირობების გაუმჯობესება და მოქალაქეების კეთილდღეობა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია. ეს არ იქნება მხოლოდ უსაფრთხო საცხოვრებელი ბინა, ეს იქნება ნამდვილად ახდენილი ოცნება. პროექტს როცა ვიწყებდით, აქ ცხოვრობდა 1000 ბავშვი, დღეს უკვე 2000-ზე მეტი ბავშვი ელოდება ახალ საცხოვრებელ სახლს. ისტორიული მნიშვნელობა შეიძლება ითქვას აი ამ დიდ პროექტზე, უზარმაზარ პროექტზე, რომელიც აჩვენებს ხელისუფლების პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას სწორედ სოციალური მიმართულებით, ადამიანებზე ზრუნვის მიმართულებით. ბათუმში მცხოვრები მოქალაქეები, მათ შორის სოციალურად დაუცველი ოჯახები, ოცნების ქალაქის მშენებლობის დასრულებას დიდი იმედით ელიან. პროექტი, რომლის დასრულება 2028 წლისთვის იგეგმება, ადგილობრივებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს. ძალიან ბევრ რამეს შეგვიცდის, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად გაჭირვებულ მდგომარეობით, გაჭირვებულ პირობებში ვცხოვრობ და როგორ არ შეგვიცდის ახლა ჭაობიდან ამოვარ
საცხოვრებელს, საკუთარ საცხოვრებელ ფარჩი რო გადახვალ, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არაა. სულ მოუთქვილად ყველა მოსახლე, ყოველი პატარა ბავშვი დიდი ველოდებით რომ კარგი ბინები აშენდება, პროექტის ნახი გვაქვს. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა გახსნა, რომელიც 1500 მაყურებელზეა გათვლილი. არენაზე დამონტაჟდა სპორტული განათება, ტაბლო, გახმოვანების სისტემები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. ყინულის არენა უკვე ხვალიდან 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. მომავალშიც თანამედროვე არენაზე არაერთი სპორტული ღონისძიება ჩატარდება. პროექტის საერთო ღირებულება 53 მილიონზე მეტ ლარში ადგენს. მოვინახულეთ ახლად აშენებული ყინულის სასახლე ბათუმში, რომელიც არის განკუთვნილი 1500 მაყურებელზე. როგორც მოგეხსენებათ, აქ გაიმართება ასევე ახალგაზრდული ზამთრის ფესტივალი, რომელიც დაიწყება ხვალ ამ ყინულის სასახლეში. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის მთლიანად და კონკრეტულად ბათუმისთვის. ბათუმში დაახლოებით 450 ბავშვი ახალგაზრდა არის ჩართული სპორტის სახეობაში და რა თქმა უნდა, ახალი დარბაზი მიცემს სტიმულს. ბათუმს მინდა მიულოცო უნიკალური ყინულის არენა, რომელიც გაიხსნა დღეს, პრემიერ-მინისტრმა გახსნა და ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი არის. თქვენ იცით, რომ აქ 1500 კაცია დაიტევა მაყურებელი. ძალიან კარგი დარბაზია, სტანდარტებით გაკეთებული. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აჭარაში მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. რეიტინგებით დადასტურებული სტაბილურობა. საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელ BB დონეზე რჩება, პერსპექტივა კი ისევ სტაბილურად ფასდება. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P Global ახალ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით საქართველოს რეგიონის ქვეყნებთან შედარებით უფრო ძლიერი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო გააჩნია. დადებით მონაცემებს სწორ პოლიტიკას უკავშირებენ ეკონომიკის ექსპერტები. საქართველოს დაუდასტურდა საკრედიტო რეიტინგი BB-ის დონეზე. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P Global რეიტინგმა ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა უცვლელი BB დონეზე დატოვა. ამასთან ერთად ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ზრდის პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა. ელიან, რომ მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ 1,6% შეადგენს. ქვეყნის ეკონომიკა კი 5,9%-ით გაიზრდება. საქართველოს აქვს მაღალი ეკონომიკური და აქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს 2025 წელსაც ფინანსურ სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია ეფექტური ფისკალური პოლიტიკის პარამეტრებს და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს უკავშირებს. მიმოხილვაში საქართველოს მონეტარული პოლიტიკაც რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე გონივრულად არის შეფასებული. S&P Global ელის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას კვლავაც შეინარჩუნებს. S&P-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ხაზგასმით არის აღნიშნული ის, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია, კომერციული ბანკები მაღალ კაპიტალიზირებულნი არიან და ინარჩუნებენ ლიკვიდობის საჭირო ბუფერებს. საბანკო სისტემა გამოირჩევა მყარი კორპორატიული მმართველობით და მაღალი დონის გამჭვირვალობით. ეკონომიკური სფეროს ექსპერტებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება პოზიტიურ მოლოდინებს უჩენთ. ამბობენ, რომ S&P გავლენას მოახდენს მსხვილი ინვესტორებისა და საფინანსო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებზე. ასევე კიდევ უფრო გაამყარებს მათ ნდობას ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმართ. ეს კი ანალიტიკოსების ინფორმაციით პირდაპირ აისახება ქვეყანაში ინვესტიციების ზრდაზე. სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციები ძალიან მნიშვნელოვნად უყურებენ ასეთი ტიპის ორგანიზაციების შეფასებებს და როდესაც ასეთი ორგანიზაციები გამოხატავენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში არის მოსალოდნელი ძალიან კარგი პოზიტიური დინამიკა ქვეყნის განვითარებისათვის, ბუნებრივია ეს ძალიან პოზიტიურად აისახება ჩვენს საინვესტიციო შესაძლებლობებს. ევროკავშირში და თქვენ წარმოვიდგინებთ სოფლიოშიც ჩვენ გვაქვს მეორე მაჩვენებელი ზრდის მიხედვით. ამიტომ ინვესტორებისთვის ქვეყანა ხდება სულ უფრო მიმზიდველი და სულ უფრო პერსპექტიული. აი ამ კუთხით უნდა შევაფასოთ ეს ყველაფერი. რაც ბუნებრივია აისახა ამ რეიტინგში. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ გამოქვეყნებული შედეგები შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძე გუნდის ეფექტურ მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას. ამბობს, რომ ქვეყანა წინსვლას გააგრძელებს. წარმატების დასაწყისად კი 6 მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებას მიიჩნევს. ბოლო 4 წლის განმავლობაში
ჩვენმა საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა თითქმის 10% და შარშანდელი წელის დავხურე 9.5%-ით, რაც არის ძალიან მაღალი მიღწევა. პირველ ადგილზე ვართ არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ხო? რა თქმა უნდა, ასეთი იქნება 2025 წელიც, თუმცა კეთდება აბსურდული განცხადებები ამ უცხოელი აგენტების მხრიდან, ხაზარაძე, გილაური და სხვები, რომლებიც ამბობენ, რომ თითქოს ეკონომიკური ვარდნაც კი ემუქრება 2025 წელს ჩვენს ქვეყანას. თან ეს ხდება რესპონსზე. ჩვენ გვქონდა არაერთი ვიზიტი და ყველა ვიზიტის ფარგლებში იყო საუბარი ინვესტიციებზე. ყველაზე მსხვილი ინვესტიცია, რაც იქნა მოზიდული, უკავშირდება არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, MR ჯგუფს 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება შემდეგ 5 წლის განმავლობაში, მხოლოდ ამ ერთი კომპანიის მხრიდან. ასევე ჰქონდა ძალიან საინტერესო საუბრები სხვა ქვეყნებში ინვესტიციებთან დაკავშირებით. S&P Global რეიტინგი ქვეყნებს რეიტინგებს შემოსავლის, გადახდის უნარიანობის და რისკების მიხედვით ანიჭებს. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მომდევნო წელს 5.2%-ით გაიზრდება. სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი ქალის უმძიმესი ჩვენება კურიერმა ექსკლუზიურად მოიპოვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დაკითხვის ოქმისა და ცისხლობა, რომ ტრეფიკიორი ცოლ-ქმარი დღეში დაახლოებით 8 მამაკაცთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა. კლიენტებისგან გამომუშავებული თანხის გარდა ცოლ-ქმარმა მსხვერპლის საპენსიო ბარათი და შემწეობის თანხაც მიითვისა. დანაშაულის ადგილი მტკვრის მარცხენა სანაპიროა, სადაც ქალი იძულებით პროსტიტუციაში 4 წლის განმავლობაში იყო ჩართული. ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ცოლ-ქმარს ხელბორტილები დადეს 8 ტომიან საქმის მასალებში ფარული აუდიო-ვიდეო მასალებიც დავს. ერთ-ერთი კლიენტისგან დავრჩი ორსულად მითხრეს, რომ ბავშვის გაზრდა ძვირი ჯდებოდა. მე არ მინდოდა გაშვილება, მაგრამ თვითონ მოაგვარეს, რომ ბავშვი ჩემგან წაეყვანათ. მცირეწლოვანი, რომელზეც ახალგაზრდა ქალი საუბრობს, ახლა მინდობით აღზრდაშია. თავად დედა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში გადაიყვანეს. მან 4 წლიანი სექსუალური ექსპლუატაციის შემდეგ დუმილი დაარღვია და დანაშაულში ამხილა მისივე ნაცნობი ცოლ-ქმარი, ხათუნა და ლევან აბულაძეები. ჩვენებაში, რომელიც კურიერმა მოიპოვა ტრეფიკინგის მსხვერპლი ყვება, რომ წლების განმავლობაში იძულებით პროსტიტუციაში იყო ჩართული და დღეში მინიმუმ 8 მამაკაცს ემსახურებოდა. ჩემს მიერ გამომუშავებულ თანხას სრულად ვაძლევდი ხათუნას და ლევანს. ჩემთვის მხოლოდ სიგარეტის და პრეზერვატივების საყიდელ ფულს ვიტოვებდი. ან დღის განმავლობაში ერთი ხაჭაპური მაინც რომ ეყიდა. მათ იცოდნენ, რომ ფეხი მაწუხებდა და მიჭირდა გადაადგილება. მიუხედავად ამისა, ისინი ყოველდღიურად ჩემზე ძალადობდნენ. მიყვიროდნენ, მაგინებდნენ და მემუქრებოდნენ. რამდენჯერმე ლევანმა ჩამსვა მანქანაში, ამიყვანა სასაფლაოზე და მითხრა, თავად ამერჩია, რომელ საფლავში ჩავწებოდი, თუ მის მოთხოვნას არ დავემორჩილებოდი. დაზარალებული ქალის მონათხრობს ამყარებს გამოძიების მიერ მოპოვებული ფარული სატელეფონო საუბარიც. საქმის მასალებში დევს ჩანაწერები, სადაც ლევან აბულაძე სასაფლაოს ტერიტორიაზე მომხდარი ძალადობის შესახებ საუბრობს. ის ცოლს უყვება თუ როგორ სცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს, მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქუჩაში საკმარისი თანხა ვერ გამოიმუშავა. სასაფლაოზე ავიყვანე ზევით. ამდამტოვო გეხვეწები, ამდამტოვო ბოლოსაცი, ბოლო. მანდაც კარგად მიიღო თავში ერთი აი 8 ჯერ მაინც დავადე თავში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი აბულაძეებისთვის არარსებული ვალის გასასტუმრებლად იძულებული იყო საღამოს 7 საათიდან დილის 12 საათამდე გზის პირას მდგარიყო და კლიენტებისთვის სქესობრივი ურთიერთობა შეეთავაზებინა. ჩვენების გარდა ფაქტს ეს ფარული ჩანაწერიც ადასტურებს. რამდენი გაქნება 90 ლარი მაგ 90 ლარი ჩავწვა სტაში რო ავიდეთ ის რა ქვია დავიბანო ხავა დავლიოთ მალე ჩარიცხი მალე მიხედე გეუბნები საქმეს თორე დილით ხო იცი რაც მოგივა დაბანვის გამო შეპიდა და ყავის გამო სახში გინდა არა აწახვიდე ხო შენ მოგი დეთის სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლს ცოლ-ქმარმა საპენსიო ბარათი ჩამოართვა და რამდენიმე თვის შემწეობა წაართვა. მას არ აძლევდნენ არც კვების და არც გათბობის უფლებას. როდესაც გარეთ ძალიან ციოდა ხათუნა და ლევანი მიშლიდნენ, რომ იქვე მდგარ ყავის ჯიხურში შევსულიყავი და გამთბარიყავი. მათი მოთხოვნით მე მუდამ მდგარიყავი სანაპიროზე, გზის პირას. ძალიან ვიღლებოდი, ვითხოვდი სახლში წასვლას. ჩემი ფულით საჭმლის ყიდვის უფლება არ მქონდა. თუ კლიენტს საჭმლის ნაცვლად თანხას დავუკლებდი, მაგაზეც მეჩხუბებოდნენ.
რუსთავი თბილისში ადამიანით ვაჭრობაში მხილებული ცოლ-ქმრის საცხოვრებელ მისამართზე იმყოფებოდა. მეზობლებისთვის ცნობილია, რომ აბულაძეები ტრაფიკინგისთვის დააკავეს. წყვილის საეჭვო საქმიანობის გამო კორპუსში ადგილობრივებმა ვიდეო კამერებიც კი დაამონტაჟეს. ინფორმაცია ჩვენ არ გქონდა, მაგრამ ისე ეკითხავდა ის ვიღაც ერთ-ერთი ჩუმად შეაპარებდა, გამოაპარებდა ხოლმე, რომ ის ჩვენ ვერ ხედავდით. მაგრამ რა იყო და რაღაცა ახლა ყურმოყრით ვიცოდით, რომ სადღაც ხიდის თავში იდგა ის მეორე. დავინახე კოჭლობდა და იმას ქდა. ამოიყვანა, აკყავდათ 2 დღე. ბრალდებულები მოსამართლის გადაწყვეტილებით უკვე წინასწარ პატიმრობაში არიან. ადვოკატი კომენტარს არ აკეთებს, თუმცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე კურიერს პროკურორი ესაუბრა. ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ ტრაფიკინგში მხილებული ცოლ-ქმარი უმკაცრესად დაისჯება. დაზარალებული არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და როგორც შიშიმ პირი ის იღებდა სახელმწიფოსაგან შემწეობას. პროკურორი ყვება, რომ ხათუნა და ლევან აბულაძეები მსხვერპლის უმწეო მდგომარეობას პირადი სარგებლისთვის იყენებდნენ. მათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა ქალი ფინანსური შემოსავლის წყაროდ აქციეს. პროკურორი გვიყვება, რომ დაზარალებულს მთელი 4 წლის განმავლობაში აიძულებდნენ პროსტიტუციას და ტრაფიკიორები სრულად განკარგავდნენ ქალის მიერ გამომუშავებულ თანხას. ბრალდებულებმა დაზარალებული მსხვერპლად შეარჩიეს სწორედ მისი ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ის იყო მოწყვლადი, მას აიძულებდნენ, რომ სექსუალური მომსახურება გაეწიათ სხვადასხვა პირებისთვის, ნებისმიერი მსურველისთვის და მიღებულ შემოსავალს სრულად ისაკუთრებდნენ. მათ ბრალდება წარადგინათ ტრაფიკინგისთვის დამამძიმებელ გარემოებებში. ხათუნა და ლევან აბულაძეები ახლა პენიტენციურ დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ცოლ-ქმარს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება შვეიცარიასთან რეკორდული 110-0-ის შემდეგ რიჩარდ კოკერელის გუნდმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ნიდერლანდები 47 დაამარცხა და ავსტრალიაში გასამართ 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ოფიციალურად მოიპოვა. მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა და ოფიციალურად მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ბორჯღალოსნები მეტოქეს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დაუპირისპირდნენ და დამაჯერებლად 47 დაამარცხეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დავით ნინიაშვილი დასახელდა. გავიმარჯვეთ, ვიტყვი რომ არც თუ ისე დამაჯერებლად, წინა თამაშთან შედარებით ბევრი შეცდომები ჰქონდა, ვესწრებით ამ ორ შორის ყველაზე ძლიერ გუნდთან ესპანეთთან ეს შეცდომები აღარ დაუშვათ და ვესწრებით რომ უფრო დიდი ანგარიში დავამარცხოთ ესპანეთს. საქართველოს აქტიურად დაიწყო უკვე მე-9 წუთზე თორნიკე კახოიძემ პირველი ლელო დადო. ზუსტად 2 წუთში ნინიაშვილის ბრწყინვალე სოლო რეიდის შემდეგ კიდევ ერთი ლელო ვასკა ლობჟანიძემ მიითვალა. ჯამში ჩვენმა ნაკრებმა მეტოქის ჩათვლის მოედანი 6-ჯერ აიღო. ნიდერლანდებმა კი თავის გამოჩენა ერთადერთხელ მატჩის ბოლო წუთზე შეძლო. საქართველოს მხრიდან ლელოები კახოიძემ, ლობჟანიძემ, ტაბუცაძემ, მამაიაშვილმა, საღინაძემ და ჯავახიამ დადეს. წინა თამაშთან შედარებით ვიტყვი რომ ბევრად უფრო ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ ის ანგარიში არ დაფიქსირდა, რაც გსურდა. დასანანია რომ ლელო მივიღეთ, ჩვენი მიზანი იყო რომ ამ ტურნირზე ისე დაგვემთავრებინა ეს ჩემპიონატი 5-ვე თამაში რომ ლელო არ მიგვიღო. იყო შეცდომები, რის გამოც არ დაფიქსირდა მაღალი სხვაობა კლუბებში, ბევრად მეტი შეგვეძლო. ბედნიერი ვარ, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ შეცდომები გვქონდა, უკეთესადაც შეგვეძლო თამაში. მეტი დისციპლინა გვჭირდება. საქართველოს ნაკრები 2 ტურის შემდეგ 2 მოგებით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. ბორჯღალოსნები თებერვლის სანაკრებო პაუზაზე კიდევ ერთ მატჩს გამართავენ. რიჩარდ კოკერელის გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება. მოვიგეთ ასეთ ისე კარგი ანგარიშით, მაგრამ თამაშის ხარჯზე ვფიქრობ, წინა თამაშთან შედარებით ძალიან ცუდი იყო. გვაქვს ერთი კვირა შედარებით ბევრად უკეთეს გუნდს ვეთამაშებით ჩემი კვირაში ესპანეთსა. ვეცდებით რომ ჩვენი რაღაც დანაკლისი ამ თამაშს ჯაჭვდა ეს ყველაფერი გამოვასწორო და ესპანეთთან კარგი გამარჯვება დავამთავრეთ. მივდივარ ჩვენი გეგმით 0-ზე მიყვავდა ანგარიში ბოლო წუთას, მაინც შეძლეს ერთი ლელოს დადება, მაგრამ ანგარიშთა სხვაობას ვხედავთ. ჩვენი მთელი სამზადისი არის იმ დიდი ტესტებისთვის, რომელსაც სამხრეთ აფრიკა, ირლანდია ქვია. აი ეს ერთიანად მაყურებელთან ერთად, მოთამაშეები ყველა ერთად ვივლით დიდი გამარჯვებებისკენ წინ. საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატი 16-ჯერ აქვს მოგებული. ჩვენი გუნდი ამ ტიტულის მოგებას ზედიზედ მერვედე ეცდება.
რამდენიმე საათი ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნამდე. მასპინძელი საქართველოა, სპორტულ რუკაზე კი ყურადღების ეპიცენტრში ისევ ბაკურიანი ექცევა. ზამთრის სპორტის მოყვარულები დიდი სანახაობის მოლოდინში არიან. სტუმრები მსოფლიოს 45 ქვეყნიდან 1000-მდე მონაწილე და სპორტის 8 დისციპლინა. ფესტივალის მასპინძლობისთვის ყველაფერი მზად არის ლაშა დვალიშვილიც, რომელიც უკვე ბაკურიანში იმყოფება და ტრადიციულად ღონისძიების მიმდინარეობას ისიც მიადევნებს თვალს. ლაშა, როგორია განწყობა და ბოლოს ამზადისი ბაკურიანში? ბაკურიანიდან მართლაც აღარაფერი რჩება ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე და ძალიან მაგარი ატმოსფეროა, ძალიან მაგარი გარემოა. ახლა ჩვენ ვიმყოფებით იმ ლოკაციაზე, სადაც გაიმართება გახსნის საზეიმო ცერემონია. ეს არის ეგრეთ წოდებული 25-ანების ტერიტორია, საკმაოდ დიდი ტერიტორია და არ ვიცი თქვენთან ისმოდა თუ არა პირდაპირ ეთერში ხმა კახაბერი და ხანუმები ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება ხვალ გახსნის საზეიმო ცერემონიისთვის. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა გენერალური რეპეტიცია. მე ვიცი, რომ საკმაოდ საინტერესო სანახაობა გველის დატვირთული გახსნის ცერემონია იქნება სცენარის მიხედვით. ძალიან მაგარი ელემენტებით იქნება დახუზრული და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ხვალ ქართულ გულშემატკივარს, რომელიც ასე საკმაოდ დიდხანს ელოდა ოლიმპიური ფესტივალის დაწყებას და მათ შორის ასაკვირველია გახსნის ცერემონიას, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილი მსგავსი სპორტული ღონისძიებების. ელით ასევე სიურპრიზები ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ ჩვენთან საუბრობს გახსნის ცერემონიის რეჟისორი და დამდგმელი ბაკურ ბაკურაძე. ვეცდებით, რომ საქართველოს წარმოვაჩინოთ თავისი საუკეთესო ტრადიციებით და რა თქმა უნდა გაჟღერდება როგორც ქართული ტრადიციული სიმღერა, ასევე ქართული ტრადიციული ცეკვაც იქნება. ერთ-ერთი სიურპრიზი იქნება ის, რომ მთელი მსოფლიო შემოვა ხორუმზე. ანუ სპეციალურად ხვალინდელი დღისთვის მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა ჩვენს ორკესტრთან და ეთნომუსიკოსებთან ერთად გააკეთეს ნახევარსაათიანი ხორუმი, რომელიც ფონად გაჰყვება სპორტსმენების აღლუმს, სადაც ქვეყნები შემოდიან და იწყებენ მონაწილეობას ოლიმპიადაში, ემზადებიან ფიცის დადებისთვის. პრობლემა არ არის 16 მთელი მსოფლიო შემოვა ხორუმზე. ეს არის ალბათ ყველაზე მაგარი რამ, რაც შემეძლო. მე პირადად მომესმინა ამ კომენტარში, იმიტომ რომ ხორუმი მართლაც უმაგრესი ცეკვაა და შესაბამისად დღეს ჩვენ ვადევნებთ თვალს როგორ შემოაქვთ დროშები მონაწილე ქვეყნების, რომელიც ჯამში 45-ია და აი 45 ქვეყნის წარმომადგენლები შეეჯიბრებიან ერთმანეთს პირველობისთვის. გარდა ამისა, გახსნის საზეიმო ცერემონიის ერთ-ერთი უმთავრესი დეტალი ალბათ განსაკუთრებით ქართველი გულშემატკივრებისთვის არის ის, რომ ჩართული არიან სრულად ქართველი სპორტსმენები, ოლიმპიური ჩემპიონები და ის ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა წლის განმავლობაში საქართველოს სახელი გაიტანეს საზღვრებს გარეთ. როგორც აღვნიშნე, იქნება ქალბატონი ნინო სალუქვაძე, იქნება კახი კახიაშვილი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ასე რომ ხვალ იქნება ძალიან მაგარი შთამბეჭდავი სანახაობა, ისევ და ისევ რა თქმა უნდა ყველაფრის ფონზე და ქართველი სპორტსმენების, ლეგენდარული სპორტსმენების მონაწილეობით. ბედნიერი ვარ, აქ რო ვარ და ვიღებ მონაწილეობას გახსნის ცერემონიაში, დროშას სხვა ოლიმპიურ ჩემპიონებთან ერთად გამოვაბრძანებ. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ამის საშუალება მივიღო მონაწილეობა გახსნის ცერემონიაზე და მინდა ყველას დიდი წარმატება უსურვო. განვითარება ხდება სახეობებისა, ინფრასტრუქტურისა, ტურისტი ჩამოდის, ცნობადობა იზრდება ქვეყნისა. ეს ჯამურად უკვე დადებადად წარადგება ქვეყანას, როგორც სახეობებს, ის რვა სახეობა, რომელიც იასპარეზებს და ჩვენს ოლიმპიელებს გვერგო საპატიო მისია, დროშის გამოტანა. დაახლოებით 1 საათის წინ იყო გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიება. საქმე იმაშია, რომ ეს უკვე ტრადიციად იქცა, რაც ძალიან მრავლის მtkველია ჩემი აზრით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქალბატონი ნათია თურნავა იმყოფებოდა ბაკურიანში, შეხვდა საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელებს, შეხვდა მოხალისეებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მასტიმულირებელია, რასაკვირველია ამ ახალგაზრდებისთვის. საქმე იმაში გახლავთ, რომ სპეციალურად ოლიმპიური ფესტივალისთვის გამოიცა
სპეციალური მონეტა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გამოსცა დაახლოებით 5000 ცალი და შესაბამისად ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ყველა იმ სხვა დანარჩენ ფაქტორებში, რაც სუფევს ზოგადად ოლიმპიური ფესტივალის ირგვლივ. გვაქვს პატივი ამ მოვლენას მიუძღვნათ სპეციალურად ვერცხლის საკოლექციო მონეტა ბაკურიანი 2025-ის თემატიკაზე. ჩვენ ზოგადად გვექცა კარგ ტრადიციად, რომ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან, მათ შორის მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენებს უძღვნით სპეციალურ საკოლექციო მონეტებს. ამ საკოლექციო მონეტების ღირებულება არის მათი შეზღუდული ტირაჟი. ეს მონეტაც 5000 ცალი მოიჭრა სპეციალურად ევროპაში, პოლონურ ზარაფხანაში, მაგრამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის არის თვითონ ის, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს თვითონ ესე იგი საქართველოს როგორც ესეთი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების მასპინძელი ქვეყნის იმიჯის განმტკიცებაში. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ძალიან კარგი თანამშრომლობის შედეგად საორგანიზაციო კომიტეტთან მოჭრა ძალიან ლამაზი უნიკალური მონეტა სპეციალურად ბაკურიანი 2025-ისთვის შექმნილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან ღირსეულ ადგილს დაიკავებს კოლექციონერთა შორის. ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული მონეტის მიღება, რომელიც უკავშირდება ბაკურიანი 2025-ის ოლიმპიურ ფესტივალს. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო ერთი კვირა ყველასთვის საინტერესო იქნება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ეხება სწორედ აი ამ ღონისძიებას, პირველი, ვისაც ნათია თურნავამ ეს მონეტები გადასცა, იყო კობა წაქაძისა და ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახის იყვნენ ოჯახის წევრები და ესეც თავისთავად ცხადია, გარკვეულწილად ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია. მოკლედ დავასრულებ იმით, რითიც დავიწყე, იზია მართლაც აღარაფერი რჩება ოლიმპიური ფესტივალის გახსნამდე და მე ერთადერთი ის გადამრჩენია თქვენთან ერთად ყველა ქართულ სპორტსმენს რასაკვირველია წარმატება უსულო, თუმცა აქვე დავძენ ტელეკომპანია რუსთავიორის მაყურებლებისთვის, რომ ჩვენ დღეიდან მოყოლებული 17 თებერვლის ჩათვლით ყოველდღიურ რეჟიმში მაქსიმალურ ინფორმაციას მოგაცვით აი ამ მოვლენების ეპიცენტრიდან. მადლობა ლაშა, ეს იყო ლაშა დვალიშვილი ბაკურიანიდან. ასეთი იყო კურიერი 9 საათზე, დარჩით რუსთავიორზე, წინ გელოდებათ სერიალი მიხო და მარო ნახვამდის.